მე ვარ არქიმანდრიტი დავითი ბეროძე. ერის კაცობაში მერქვა კახაბერი. მამუკა არის ჩემი ძმა, მამუკა ბეროძე. მამაც და ძმაც შეეწირნენ სამშობლოს დაცვის საქმეს აფხაზეთში, აფხაზეთის ომის დროს. ომის დაწყებიდანვე იქ ვიყავით ჩვენ. მამუკას ყავდა აფხაზი უახლოესი მეგობარი, რომლებიც მე მახსოვს მაშინ პატარა ვიყავი უფრო და მათი ურთიერთობა მახსოვს. თავიდან ის არ ერთვებოდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ თქვათ მე რომ მოვდიოდი თქვათ პოზიციებიდან მე მივლი და მამუკა რიცხებოდა 23 ბრიგადის მე-3 ბატალიონში. და რომ ჩაირიცხა უკვე და მანამდე რომ არ ირიცხებოდა, ამის მიზეზი მინდა რომ თქვა, რომ ამ აფხაზ მეგობართან ჰქონდათ ესეთი პირობა ერთმანეთთან დადებული, რომ იყო მანამდე შეხლა-შემოხლები, რომ მათაც არ მოსწონდათ ეს და ერთმანეთს დაუდეს პირობა, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს არ ავიღებდო. მაგრამ მე მან გაიგო, რომ იქ მას აუღია იარაღი და ის იბრძოდა იქეთ ამ მხრიდან და თვითონ მე უკვე თითქოს მოეხსნა ეს რაღაცა აღთქმა. ნამდვილად იყო თავისი სამშობლოს მოყვარული, მე აქეთ ის ბევრ ამას მასწავლიდა და ძალიან ნიჭიერი იყო, ძალიან ჭკვიანი რაღაცა თავისი ასაკისთვის თითქოს შეუსაბამო სიბრძნე ჰქონდა. ამ ომის თავიდან აცილება ჯობდა ყოველგვარად და რაღაცა სიძულვილის გაღვივება იყო ის მიზეზი, რითაც ისარგებლა მე-3 მხარემ და იქეთაც და აქეთაც არ დაგვაკლეს ჩვენ და როცა დაიდო ზავი, ეგრეთ წოდებული და ეს ზავი ბევრ ჯეროდა, მეც მჯეროდა რომ ეს ომი დამთავრდა. მას არ ჯეროდა. ამ ზავის დროს მე დასავლეთში ვიყავი და დასავლეთ საქართველოში ჩამოსული და ტელეფონით ვეუბნებოდი რომ გამოდი მეთქი უკვე პოზიციებიდან რაღა გინდა მეთქი და არ გამოდიოდა და ვერავინ ვერ აჯერებდა. ის ამბობდა რომ ომი არ დამთავრებულა, ეს არის მხოლოდ დროებითი შეჩერება და ომი გაგრძელდება. და იმ პირობებში, როდესაც უკვე ოფიციალური ბრძანება იყო, რომ მოხსნილი იყო ყველა პოზიცია, რომ შეიარაღება გაიტანეს და გაიყვანეს და ხალხს მოუწოდეს ჩამოსასვლელად ოჯახის წევრებს, შვილებს, ცოლებს და ასე შემდეგ. ამას რო უყურებდა, რასაც ქვია, ამბობდა, რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და ეს ზავი არ შესრულდებოდა და ამიტომ თვითონ მოხალისედ არავინ რო არ ავალებდა ისე იყო, იმ პოზიციას არ ატოვებდა. მასთან ერთად იყვნენ ამოცეულის კიდე რამდენიმე წევრი, რომელიც მასთან ერთად ასე სჯეროდათ და ასე იყვნენ იქ. ასეთი ოცეულები რამდენიმე იყო, მთელი გუმისტის მარტო ოცეული იქ იმათ რას შეაჩერებდა ეს ორი კვირა. იყო მთელი პოზიციებზე ასეთი ხალხი, რომლებსაც არ ჯეროდა ამ ზავის და თავისი ინტუიციით, თავისი მოხალისე რაღაცა განწყობით ინარჩუნებდნენ მაინც მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიან პერიოდად გამოცხადდა და ომი დასრულებულად გამოცხადდა. მათ მოიგერიეს პირველი შეტევა, მაგაცე გადაიარა და ამიტომ გაძლო სოხუმმა, ამიტომ გაძლო ის ორი კვირა, რაც გაძლო. ისინი რო არ ყოფილიყვნენ, ქალაქი აიღებოდა, ალბათ მე-3 დღეს უკვე აღებული იქნებოდა. მარტის დიდი შეტევა რომ იყო, მაშინ იღებდა მონაწილეობას. მას არ უყვარდა ზოგადად თავის გამოჩენა. თვითონ არაფერს თავის თავზე არ გეტყოდა, ისეც რომ შენ მასზე დაგჩენოდა რაღაც კეთილი აზრი და შეგექო ის. ერთ-ერთი დღე იყო, მორიგი დღე, როდესაც ის არტოვებდა ამ პოზიციებს და მასთან ერთად იყო რამდენიმე ადამიანი და დაიწყო უკვე შეტევა. ამ დროს დაიწყო ის შეტევა, რომელიც მერე უკვე სოხუმზე წამოვიდა, მასირებული შეტევა და პირველი შეტევა ზოგადად იწყება артиლერიის ესე იგი დაბომბვით და ნახორცნების დაბომბვა მოხდა მაშინ ამ პოზიციებზე და ერთ-ერთი ნაღმის გასკდომისას მიიღო მძიმე ჭრილობა და მცირედით შეძლეს კიდე ერთი თანამებრძოლი იქ გარდაიცვალა ადგილზე, კიდე რამდენიმე დაიჭრა როგორც ვიცი და ვინც შეძლო გამოსვლა,
იმათმა რაღაცა ნაწილი რაღაცა გზის წამოიღეს ის ასე ვთქვათ გამოყვანა უნდათ, მაგრამ უკვე თვითონ ვეღარ მოასწრებდნენ გასვლას და ერთ ადგილას მიმალეს ცხედარი მისი და ასე ვიცით მიახლოებითი ადგილი მისი გარდაცვალების. მე უკვე დაიწყო ის რაც დაიწყო გაგრძელდა ეს შეტევა და უკვე შემოვიდნენ ქალაქში და წავიდა ქალაქის ბრძოლები. მამა ზურაბი ბეროძე იყო ირიცხებოდა ამ დროს 23 ბრიგადაში, თვითონ შტაბში, ბრიგადის შტაბში და იქედან გარკვეულ მონაწილეობას იღებდა. ამ დღეს, როდესაც მამუკა გარდაიცვალა, ის წამოვიდა, მე მითხრა რომ წავალო საჭმელს წავუღებო პოზიციაზეო, წავიდა როგორც ვიცი, მესამე ბატალიონის შტაბში, იქედან წაიყვანეს, წავიდნენ მანქანით, რომ პოზიციაზე გასულიყვნენ, მაგრამ იქ უკვე შეტევა მოდიოდა, შეუძლებელი იყო. ის დარჩა იქა, სადღაც უკვე სადაც ახლოში იყო საბრძოლო მოქმედებები და მე სხვამ კიდე მითხრა, მე არ ვიცი ეს ნამდვილად როგორ იყო, მაგრამ სხვამ კიდე მითხრა, რომ უნდოდა მისვლა, მამუკას გამოყვანა უნდოდა იქედან, მაგრამ ეხლა როგორ ვერც მოძებნიდა ალბათ ის და ჩაერთო ბრძოლაში და მე სნაიპერის ტყვიით იყო განგმირული უკვე ის ჩვენ არ ვიცოდით თბილისში გადაუყანიათ იქედან დაჭრილებთან ერთად 3 დღე გაძლო, მაგრამ გონზე არ მოსულა და 21-ში გარდაიცვალა და მე მატარებლით წამოვიდა, გამოუშვეს ეს ცხედრები სოხუმისკენ. მრავალი უბედურების არას დამპრობლებმა ჩვენზე მოაწია და მტერმა დიდი სისხლი გვადინა, მაგრამ არასდროს არ ჩასახულა ქართველებში სიძულვილი იმ ეთნოსების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ თუ გინდა. ზოგადად ქართველი და ზოგადად ნამდვილი მებრძოლი სიძულვილით არ იბრძვის და მტერსაც პატივს ცემს გარკვეული კეთილი გაგებით ამ სიტყვისა. და ამიტომ ჩვენი კიდე გავიმეორებ, რომ პრობლემა მაშინ იყო, რომ რაღაცა ეს სიძულვილი ჩაითესა. ალბათ აფხაზებში უფრო მეტად ვიდრე ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ მე ცხოვრობდი და მე ვიცი როგორ მოქმედებდა პროპაგანდა. ჩვენ შევედით ერთ დაწესებულებაში, რომელიც იყო მათი ორგანიზაცია. იქ იყო მრავალი პროკლამაცია, თავი გეგონებოდა რაღაც რევოლუციურ ფილმის სცენარში, რომ წავიკითხე ეს პროკლამაცია, ქართველები იყვნენ გამოყვანილი რაღაც სურჩხულება, დამპრობლებად, რომ თითქოს ეს მიწა არ იყო ქართველების და ამას ჩვენს თვალწინ იცვლებოდა ჩვენი მეზობლების, ჩვენი მეგობრების ხასიათი, მომართება, ჩვენდამი და აი ეს დიდი პროპაგანდა მიდიოდა, რა თქმა უნდა, მესამე მხრიდანაც, რომ აი ეს სიძულვილი ჩათესილიყო და აფხაზებში მათ ეს მოახერხეს. შეუცვალეს სრულიად ხედვა ისტორიისაც და პერსპექტივისაც და ჩვენთან რაღაცა როგორც საპასუხო რეაქცია ეს შეიძლება იყო ომშიც რაღაც შემთხვევები, რომელიც არ იყო კარგი, როგორც და არ არის პატივსაცემი ასეთი შემთხვევები მებრძოლის მხრიდან, გამეტება, სიძულვილი, ისტერიკა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად რაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ სიძულვილი არ ჩაისახოს ჩვენში. თუ ადამიანის სიძულვილი დაზიანდა, ის არაფრად არ ვარგა. იმას სამშობლოც უკვე სამშობლო არ არის. თუ ჩემი სული დავკარგე, მაშინ სამშობლო რაღაცი დამადგება. ამიტომ სიძულვილს უნდა გავუბოდეთ ჩვენ, შევაფასოთ რეალურად ვინ როგორ მოქმედებს, ღმერთთან ერთად ვიპოვოთ ცხოვრების წესი, შევევედროთ ღმერთს და ჩვენზეც რაც არის ის ვაკეთოთ. ის რომ ჩვენ არ გზულდეს არ ნიშნავს რომ ჩვენ საქმეს არ ვაკეთებდით. ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მაგრამ სიძულვილის გარეშე. სიყვარული და სიკეთისთვის ვაკეთოთ ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყანაც როგორც სიყვარულის და სიკეთის სივრცე ისე ავაშენოთ. სიყვარულით შევძლებთ ღმერთთან შერიგებას და ერთმანეთთან ვიპოვით შერიგების გზას, გავძლიერდებით და მერე ვინც ის იქნება აფხაზებთანაც შევძლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ჩვენი წინაპრების თუ ამ ჩვენი თანამედროვეების ჩვენ ჟამს არსებული სამშობლოს შეწირული მებრძოლების ადამიანების
შესახებ უნდა ვიცოდეთ ჩვენს და იცოდეს მომავალმა თაობამ, იმიტომ რომ ეს არის შეიძლება ჩვენ სიტყვით ბევრი რამ ვისწავლოთ და იქეთ ვასწავლიდეთ ჩვენს მომავალ თაობას, მაგრამ სახე და მაგალითი ყველაზე დიდი სასწავლო რამ არის და თვითონ გამოცდილებით ამას ღებულობს ადამიანს და სხვაგვარად აღიქვამს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მივესალმები ამ მემართა კავშირის ამ ინიციატივას, რომ ასეთი ადამიანები ყველანი რა თქმა უნდა რამდენიც შესაძლებელი იქნება, რომ გავაცნოთ საზოგადოებას და მათი პიროვნება, მათი ცხოვრება და რაც მთავარია თავგანწირვა და მაგალითი რომ იყოს ეს იმისა, რომ ჩვენც ყველანი მომავალშიც ვიდგეთ ჩვენი სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე.